საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისრების მიერ გაკეთებულ მორიგ კრიტიკულ განცხადებებს აფასებენ თბილისში. ევროპული ქვეყნების დიპლომატები მსჯელობენ, თუ როგორ გააგრძელოს ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობა იმ ფონზე, როდესაც მათივე შეფასებით კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაშორდეს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა თქვა, რომ ქართული ოცნების მთავრობისგან კვლავ ელიან ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ ორბიტაზე დააბრუნებს. არ დავიწყოთ, ეს ის მარტა კოსია, რომლის პარტია ALDE თანამშრომლობს ტერორისტთან. სანამ ALDE და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არის არასერიოზული. ერთი წითელი ხაზი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დავანახოთ ბრიუსელს, ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა, რომელიც მათ აქვს საქართველოს მიმართ. წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ქალბატონ კოს რა უნდა ქართულ ხალხს. გაგნებაში არ არის რა უნდა ქართულ ხალხს. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს იმის უფლებას, რომ ამგვარი მორალური პედესტალით და მეურვეობითი დამოკიდებულებით ისაუბროს ქართული ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართული ხალხის უპატივცემულობა. მე დღეიდან ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ. ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართული ხალხის სახელით, ის არ არის ქართული ხალხის მეგობარი. ის არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართული ხალხი მასზე ნაკლები არის რაღაცით. ამნისტია მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე. პრემიერის ინიციატივით სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისთვის ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ფართომასშტაბიანი ამნისტია 1 იანვრიდან ცხადდება. ამნისტია შეეხება პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამოართვეს ალკოჰოლის მოხმარების, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკების მცირე ოდენობის შენახვა მოხმარების ან ქულების განულების გამო. ამნისტია 1 იანვრიდან ძალაში ეტაპობრივად შევა. მაგალითად, ალკოჰოლის შემთხვევაში ამოქმედდება 1 თებერვლიდან. ამნისტია არ გავრცელდება შემთხვევებზე, რომლებიც მძიმე ნარკოდანაშაულს ეხება ან როცა ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის დაზიანება ან გარდაცვალება მოჰყვა. იქნა გადაწყვეტილებული ყველას მოეხსნას ეს ესე ვთქვათ შეზღუდვა და შემდგომში მსგავსი შეღავათი აღარ იქნება გამოწვეული, რაც მსგავსი შეღავათები აღარ იმოქმედებს, რაც მოგცევს საშუალებას, რომ ნაკლებად მოხდეს მსგავსი გადაცდომები, ნაკლებად ჩაიდინოს მსგავსი ქმედებები და ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე თუ კი კანონის ამოქმედების შემდგომ პირი ჩაიდეს, მას მოუწევს, რომ ბოლომდე ასე ვთქვათ მოიხადოს ის სახელი, რაც იქნება გათვალისწინებული კანონით. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად უკრაინული მხარე 5 დოკუმენტის მიღებას ელის, რომელიც მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ბერლინში შეხვედრის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპელმა ლიდერებმა. ისინი მიესალმებიან პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევისა და მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მიზნად ისახავს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას. როგორც დასავლური მედია იუწყება, ვაშინგტონის სამშვიდობო შეთანხმების მაქსიმალურად მალე გაფორმების სანაცვლოდ კიევს მომავალში რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შესაძლო თავდასხმისგან დაცვას, ევროპული უსაფრთხოების გარანტიების მხარდაჭერას და სენატის მხრიდან მხარდაჭერას პირდება. პოლიტიკოს ცნობით გერმანიასა და საფრანგეთში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა შემცირდა. ამ ორ სახელმწიფოში ჩატარებული უახლესი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობა სურს, რომ მთავრობამ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა შეუმციროს. პოლიტიკო წერს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კიევის დასავლეთ პარტნიორებს შორის ერთიანობა არ არსებობს. გამოცემის ინფორმაციით, მაშინ როცა დიდი ბრიტანეთი და კანადა კიევის მტკიცე მხარდამჭერები არიან, ევროპული ქვეყნების ნაწილში მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ომით დაღლილობა შეიმჩნევა და მოსახლეობაც უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების დახმარების უსაზღვროდ გაგრძელებას აღარ ემხრობა.
საერთაშორისო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის მთავარი მრჩეველი ალი აქბარ ველიაითი აცხადებს, რომ ტრამპის გზა იგივეა რაც ზანგეზურის დერეფანი და თეირანი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მედიის ცნობით ირანისთვის მიუღებელია კავკასიასთან დაკავშირებით შემუშავებული ტრამპის გეგმა, რადგანაც ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ირანის უსაფრთხოებას. ველაიეთი ამის შესახებ თეირანში სომხეთის ელჩთან ფირგორ აკოპიანთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპის გეგმა კავკასიასთან დაკავშირებით არაფრით არ განსხვავდება ზანგეზურის დერეფნისგან. ირანი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. მისი განმარტებით ეს დერეფანი ქმნის პირობებს ნატოს ყოფნისთვის ირანის ჩრდილოეთით და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ირანის ჩრდილოეთისთვის და რუსეთის სამხრეთისთვის.